მოგიათ 11 წლის. სწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ძალიან მიყვარს რჩეული თაობა და მესამეჯერ ვეწერები ამ პროექტში. მიყვარს ვიდეოების გადაღება, მაგრამ ჩემი ვიდეოებს იშვიათად ვუყურებ. პირველად რო ჩავეწერე, ვიყავი 7 წლის, მეორე დრო ჩავეწერე 10-ის. მიყვარს ჩაწერის პროცესი, მაგრამ ყურების პროცესი მერიდება. ამ ეტაპზე ჩემი საყვარელი საქმიანობა არის დედიკოს დახმარება და სიმღერა. დედიკოს ვეხმარები სახლშიც და სამსახურშიც. მუშაობს კლინიკა BMC-ში და იქ რომ გამოძახებაზე მიდის, თუ გვიანი არ არის მივყვები და მას რო პაციენტი იყოს, მიგავდივარ გვერდით რენტგენში და იქ ვეხმარები ხალხს. გავდივარ პრაქტიკას და უკვე მაქვს სამედიცინო განათლება. მედიცინა არის ჩემთან ყველაზე ახლოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოვალ ექიმი. იმიტომ რომ არ მომწონს ეს უნდა ვიარო და ყოველ დღე უნდა ვუყურო სხვის ანჯუას და რაღაცას და არ არის ჩემთვის სასიამოვნო. როცა პაციენტი შეყავთ რენტგენში, მე ვდგავარ ფანჯრის უკან, რო არ დავსხევდე ზოგადად და ის თვითონ ექანი, რომელიც მომამზადებს პაციენტს, მე რო შემოდის, ეგრევე ვრთავ ღილაკს, რომ ვაწვევი და რო დასკანერდეს პაციენტის მაგალითად ფეხი, თუ ფეხზე ვიღებთ რენტგენს. ჩემი დედიკო რექემერი ყოფილიყო, იქნებოდა მასწავლებელი, იმიტომ რომ კარგად გამოდის რაღაცების ახსნა. დედიკოს ამოგასწავლობითა ასეთი ჭკვიანი და განათლებული ადამიანი და გოგორო ვარ. მოვიკო მუშაობს რკინიგზაში და ჩემი პატარა ოცნება არის, რომ მატარებელში წინ ვიჯდე და ვუყურო გზას. პროფესია ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ვიცი რომ გამოვა ხელოვანი. წინა ჩაწერაზე ძალიან მიყვარდა სიმღერა და ცეკვა და ახლაც ესეა. ცეკვაზე იმიტომ არ შევდივარ, ჯერ არ მინდა, მაინც არ მაქვს ბოლომდე გადაწყვეტილი და ზაფხულის ბოლოს მაქვს დრო, რომ გადავწყვეტო, მინდა თუ არა ცეკვაზე შესვლა. თუ შევალ, რა თქმა უნდა, ვისწავლი ქართულ ცეკვებს. სცენაზე და ქორწილში ცეკვის გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ მიცეკვია 50 კაციან ნაცვლობაში. ვიცეკვე მომასთან ერთად კარგად გამომივიდა, ყველა მე მიყურებდა. მე მგონია, რომ ჩემ ასაკთან შედარებით უფრო განვითარებული ადამიანი ვარ. ამას იმაზე ვაყოფ, უფრო ინტელექტუალურად ვლაპარაკობ და უფროსებთანაც არ მიჭირს ურთიერთობა. ჩემი ასაკის ბავშვებში ყველაზე დიდი პრობლემა მგონია არასწორი ურთიერთობა ხალხთან და უფროსებთან. ეს არის უფრო საზოგადოების ბრალი. იმიტომ რომ რაც ყველაფერი ქუჩაში ისმის, იმას იმახსოვრებენ პატარები და დიდები. წინა ინტერვიუში ვთქვი, რომ თუ ჯადოსნური ჯოხი მექნება, ბოროტ ადამიანებს გავაქრობდი. ჩემი აზრით ადამიანები იმიტომ ხდებიან ბოროტები, რომ მათ თუ რაღაც ვერ შეძლეს, უნდათ რომ სხვამაც ვერ შეძლოს და არავინ არ იყოს მასზე ძლიერი და ესე ვთქვათ, კარგი. ან შეიძლება ითქვას, რომ შური იწვევს ბოროტებას. ჩემი ოცნებაა, რომ ჩემი ოჯახი სწავლები და ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი იყოს კარგად და მეც ასე ბედნიერი ვიქნები. ბავშვობიდან მაქვს ბევრი ოცნება და დედიკოს და მამიკოს სწავლობით ყველაფერი ამისრულდა თითქმის. ერთი დიდი ოცნება დამრჩა, რომ მივაგზავრო მსოფლიოს გარშემო. პირველ რიგში მოვივლი საქართველოს ყველა კუთხეს. საქართველო იმიტომ მიყვარს, რომ აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და ძალიან მომწონს აქაური კულტურა და ზრდილობა. რაც მთავარია, ცხოვრობენ ჩემი ახლობლები და ძალიან ბევრი კარგი ადამიანი. გამომავალი სიტუაცია რა ვიყოს, ალბათ ვიცხოვრობდი ლონდონში. რაც შეეხება ჩემს სკოლას, ყველაფერი ძველებურად არის, ბავშვები ცალ-ქალან გიჟობენ და ყველაფერს ანგრევენ. საყვარელი საგანი შემეცვალა, ადრე მიყვარდა მათემატიკა, ახლა მიყვარს ისტორია. მასწავლებლის დამსახურებაც არის და საგნისაც. საყვარელი მასწავლებელი პირველ ინტერვიუში იყო ხათუნა ზაქარაძე, მეორეში იყო ქეთი გაფრინდაშვილი და ეხლა არის ნონა ქათამაძე. ჩემი სიყვარული იმით დაიმსახურა, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით არის ყველა მასწავლებელი, მაგრამ ნონა მასწავლებელი მაინც განსაკუთრებით. ჩემი აზრით, ნონა მასწავლებელი ყველაზე მეტად მე მიყვარს. ჩემი სკოლის დირექტორი რომ მიყვარს, შევსრულიდი კვებას. მე ნიმს გამამრავალფეროვნებდი, შემოვიტანდი ხინკალს, მწვადს, ქართულ სამზარეულოს, ბურგერებს, ფრიებს და რაც ბავშვებს უყვართ. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნებია ბიჭი ბოლო მეხსე და ერთი გწელი დღე სხვა პლანეტაზე. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემს თავგადასავალზე. დარწმუნებული ვარ, წინ მელოდება ძალიან დიდი და საინტერესო ცხოვრება. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, ყველაფერი ისევ ძველებუარ და კარგად არის და ვართ ბედნიერებაში და სიყვარულში. რომელიც მაგად მომხედა, რომ ასეთი კარგი ოჯახის წევრი ვარ. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრდი უკაცრიელ კუნძულზე. მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრდი ჩემს ძმასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რატომ არის კარგი ადამიანი? მე მაგალითად იმიტომ ვარ კარგი გოგო, რომ ვცდილობ
დავეხმარო ჩემს ოჯახის წევრებს, არ მოუშავო ნერვები და არ გავუფუჭო არაფერი. ჩემი ოცნების საჩუქარი არის ახალი ტელეფონი და მშობლები მჩვენიან ივლისში. შემდეგი ოცნების საჩუქარია Apple-ის iPad. ყოველებიდან მე მგავარ ტიტას. ასე იმიტომ მგონია, რომ ჩემსოვის ლამაზი და დახვეწილია. ბედნიერება არის ჯანმრთელობა და საყვარელი ადამიანების გვერდით ყოლა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.